მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ უყურებთ გადაცემა პერფორმანს, მე კი მისი წამყვანი თიკალომსაძე ვარ. დღეს ჩემი სტუმარი პრემია საბას ლაურიატი, მწერალი, მუსიკოსი ვახო მუსიეშვილი, იგივე ტორე სამოსი. დღეს იგი საუბრობს მის შემოქმედებაზე და ასევე პარალელებს გავავლებთ ქართული რეალობის მაგალითებზე. მოგესალმებით ტორესა, პირველ რიგში მადლობა შენ რომ მოხვედით და გვხვდები სტუმრობაზე. და მოდი დავიწყოთ ახლა ჩვენ სახელიდან. რატო ტორე სამოსი? ტორე სამოსი რატო და ძალიან ჩვეულებრივი ერთგვარ ბანალური ისტორია არის. მამა ჩემს ეძახდნენ ტორეს ახალგაზრდობაში, მე გახდა სასულიერო პირი და აღარ ეძახდნენ და მე მეძახდნენ. ყველა მიცნობდა როგორც ტორესას. მოსი არის გვარის შემოკლება უბრალოდ და ვინაიდან ყველა მიცნობდა როგორც ტორესას და ერთგვარი რაღაც ბრენდული ნიშანი იყო, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩემი ასე ვთქვათ სამწერლო სახელი ყოფილიყო ტორესა მოსი. სულ ეს არის ანუ სხვა ვერსია ამ სახელთან და გვერდთან დაკავშირებით არ არსებობს. სხვა რაღაც ისეთი დატვირთვა არ აქვს. გასაგებია. სკოლა დაამთავრა თელავში. და მე როგორც ვიცი, ყოველთვის გამოთქვა უკმაყოფილოებას მაშინდელი სწავლის მეთოდის მიმართ და ერთ-ერთ ინტერვიუში შენ აღნიშნე, რომ ხარ მაშინდელი სწავლის მეთოდის მსხვერპლი. რას გულისხმობდი ამაში? გითხარი. მე არ ვთვლი, რომ ხარ დიდი ბევრი რამე შეიცვალა კონცეპტუალურად თვითონ მიდგომაში განათლების მიმართ. სამწუხაროდ პრობლემების დიდი წყება, მთავარი პრობლემები რჩება ჩვენ განათლების სისტემაში. მთავარი ნაკლი, რაც მაშინაც თვლით რომ იყო და დღესაც ვთვლი რომ არის ერთგვარი უპასუხობა იმისი თუ რატო უნდა ვისწავლოთ. ცხადი პასუხი მოსწავლეებისთვის არ არის, ყველაფერი იმის გავსება რაღაცა ბოლოს თითქოს მიზანი არის რომ ჩავაბაროთ მაინც და მაინც უნივერსიტეტში. თუმცა ანუ ეს ცხადი პასუხი როდესაც არ არის, ბავშვები შესაბამისად ახდენენ რაღაც დიფერენცირებას ამ საგნების და თვლიან რომ რაღაც ჭირდებათ, რაღაც არ ჭირდებათ. მსხვერპლი ვარ თქო სავანბო ამაში გულისხმობ იმას რომ ძალიან ბევრი რამ რაც მე ზუსტად ამის გამო სკოლაში გამოვტოვე მომიწია რომ მე პირველ კურსზე მესწავლა თავიდან. ნუ შეიძლება ახლა ცოტა გასაოცარი იყოს რაღაც ვიტყვი, მაგრამ მაგალითად მომიწია რომ დავბრუნებოდი ფიზიკის სკოლის მასალას და ქიმიის სკოლის. საფუძველი ფაქტიურად არ ქონია. კი, ანუ რაღაც საფუძველი რა თქმა უნდა სკოლა მომცემდა, კარგი სკოლა მქონდა, ანუ იმ ჩარჩოებში რაც ახლა მაშინ არსებობდა, ნამდვილად ძალიან კარგი სკოლა მქონდა, ამიტომ რაღაც ბაზისი მაინც ასე თუ ისე გამაჩნდა, მაგრამ მომიწია დაბრუნება, იმიტომ რომ მაინც ზედაპირულად უდგებოდი, ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ უბრალოდ იმ კულტურაში არ არსებობდა ესეთი ცხადი პასუხები, რატომ უნდა გვესწავლა ის საგნები, რომლებიც მაინც და მაინც ჩასაბარებლად არ გჭირდება. ეს პრობლემები არის შენარჩუნებული, იმიტომ რომ როცა მე რაღაც გარკვეული პერიოდი ვკითხულობდი ლექციებს, აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის სხვა პრობლემებიც იყო, მაგალითად მისაღებ გამოცდებზე კორუფცია და ასე შემდეგ და შესაბამისად სტუდენტების ის ნაკადი, რომელიც ხდებოდა უნივერსიტეტში, აბსოლუტურად კიდევ უფრო მოუმზადებელი იყო იმისთვის, რომ რაღაც მეცნიერების საფუძვლებს ასე ვთქვათ დაუფლებო. როდესაც მე მომიწია უკვე ლექციების კითხვა, ეს პრობლემა რეალურად დღეს აღარ დგას ერთიანი ეროვნული გამოცდების წყალობით. მაგრამ მე შევეჭრე პრობლემას, რომ დღევანდელმა სტუდენტებმაც იციან დაახლოებით ის 4 საგანი, რომელსაც ისინი მისაღებისთვის აბარებენ. რაც ძალიან ზედაპირულია, არასაკმარისია, პირდაპირ თქვა, რომ არის სერიოზული პრობლემები იმასთან მიმართებაში, რომ წაკითხული და შინაარსის გამოტანა უჭირთ, ლოგიკური ბნების აწყობა უჭირთ, იმიტომ რომ მათემატიკა არ იციან, რომ მათემატიკის სწავლების კატასტროფული ბნები გვაქვს სკოლებში და ასე შემდეგ. ამის გარეშე დღეს თანამედროვე სამყაროში ოპერირება, მე არ ვსაუბრობ რაც ცოდნის ტექნიკურ ხარჯზე, რაღაცა ინფორმაციულად იცოდე. მაგრამ რაღაც საფუძვლები აუცილებელი. მეორე მხარე არის ზუსტად ეს, რომ ჩვენი განათლების სისტემა არის აწყობილი დაძებირებაზე. მაშინ როცა სამყარო წავიდა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა ის, რომ დაძებნა არის ყველაფრის თავი და თავი, რამდენად სწრაფად ეძებ ამა თუ იმ ინფორმაციას. შენ შემთხვევაში ამ უნარებს საერთოდ არ უვითარებს არც სკოლა, არც უნივერსიტეტი. და ეს განათლება არის ზუსტად ეს, რომ ამდენად შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოძებნო სწრაფად, ერთმანეთთან დააკავშირო და რაღაცა ლოგიკური ბმა აწყო და ამოცანა გადაჭრა, ასე ვთქვათ. აი ამოცანის გადაჭრაზე არ არის ორიენტირებული ჩვენი განათლება არც სასკოლო და არც შესაბამისად საუნივერსიტეტო დონეზე. ეს თვლის პრობლემების მე მთელ წყებას რის გამოც ადამიანი ვერ ახერხებს რეალიზებას, სამსახურის შოვნას და ასე შემდეგ. ჩააბარა იურიდიულზე. ჩააბარა იურიდიულზე. როგორ ფიქრობ შენ, ანუ შენთვის მაშინ მოწოდება იყო?
არის იყო ცოტა რთული საკითხი, როდესაც მე ვამყარებდი, ეს იყო დაახლოებით 2001 წელი იყო ხო. მაშინ საქართველოში იყო რაღაც მოცემულობა, ეს იყო ერთი რაღაც დიდი ჭაობი, რომელსაც არ არსებობდა რაღაც ტიპის პერსპექტივები. მე ყოველთვის ვაკეთებდი მუსიკას, ანუ მუსიკა იყო ჩემი ყველაზე დიდი გატაცება მაგ პერიოდში. მაგრამ რეალურად არ არსებობდა შესაძლებლობა ამ მუსიკის განვითარების, იმიტომ რომ კონსერვატორიაც არ იძლეოდა ბევრს არაფერს, არ არსებობდა კავშირები, პლუს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გაგევითარებინა საავტორო მუსიკა დაუშვით ეკეთებინა ჯგუფი ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩემს შორის არ ჰქონდათ რესურსი რომ განსაზღვრულად დავეფინანსებინე. და გარემოებამ გაიწულა რომ ჩაგებარებინა. და უკვე დადგა ის რომ მე საერთოდ ვარ ადამიანი რომელიც მოცემულობებს რაღაც კალკულური სიზუსტით ვთქვი რომ რაღაც მოცემულობა ავიქვა და ის შესვლაც არ შემიძლია თვილად რო არ ვკარგო და იმ მოცემულობაში საუკეთესო შედეგზე ვიფიქრო. და როცა ეს მომენტი დადგა რაღაცნაირად მიმიზიდა ამ პროფესიამ. და ძალიან ბევრი რამ მომცა. იმიტომ რომ საასწავლო იურიდიულზე გინდა არ გინდა ეცნობი ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად ბევრი ქვეყნის ისტორიას, სამართლის ისტორიას, ძირითად ფილოსოფიურ მოძღვრებებს, რაზეც არის აშენებული ჩვენი დღევანდელი სამყარო, რაც ფუნდამენტური საკითხები რაც არის საზოგადოების ყოველ შემთხვევაში. და ამ პერიოდში რაღაცნაირად უკვე მეცნიერებისკენ გადავერთე უფრო და ეს სამეცნიერო ლიტერატურაზე ვიყავი კონცენტრირებული. ამან ძალიან ბევრი საჭირო უნარი გამივითა, რაც მე ძალიან გამომადგა შემოქმედებაში თუნდაც, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ შემოქმედებაში არსებობს რაღაცა მომენტები, როცა უნდა იყოს ზუსტი და ასე გეხმარება ეს ანალიტიკური აზროვნება. ამიტომ მთლიანობაში კარგად გამოვიდა. მოდი შემოქმედებითი ხაზით ვისაუბროთ ახლა. როდის დაიწყე წერა უთხარი ჩვენს მაყურებელს? წერა დავიწყე, ასე გაცნობიერებლად, როცა დავიწყე რაღაცის წერის ხოცული გამიშთა დაახლოებით ეს იყო ალბათ 21 წლის ვიყავ, ზუსტად არ მახსოვს. და რამ განაპირობა? ეს ცოტა კომიკური არის, ანუ განაპირობა ერთგვარმა გაბრაზებამ, რომ მაშინ თელავში არ იყო წიგნის მაღაზია. უბრალოდ იყო რაღაც ბაზრობა, რომელიც შესასვლელში წიგნებოდა ძირითადად ბუკინისტური წიგნები და იყო ძველი წიგნის მაღაზია, რომელიც გადაკეთებული იყო სასურსათო მაღაზიად და იმის ნაწილში მაიონეზების გვერდით იყიდებოდა ძირითადად სასწავლო წიგნები. მხატვრული ლიტერატურა, ახალი მხატვრული ლიტერატურა პრინციპში არ შემოდიოდა და მე ხალ ძალიან აქტიური მკითხველი ვიყავ ყოველთვის და ძირითადი მასა ამ წიგნების ამ მხატვრული ლიტერატურასაც მინდოდა ხალ სახში თქონდა, მეგობრებსაც თქონდა და უბრალოდ გინდა რაღაც ახალი შეგექმნა. რაც ახალი მინდოდა რომ წამეკითხა უფრო. და როდესაც მივხვდი რომ ეს ახალი წიგნები არ იყო, თქვი რომ ესე ხუმრობით გავუბრაზდი, რომ თუ არ არის დავწერო. მე ჩამიტრია. და შენი პირველი წიგნი არის სიბრძნე სიცრუისა. 2014 წელს აიღე პრემია საბას წოდება. კი. და მე მაინტერესებს პრემია ხო? და აი ადამიანს სიბრძნე სიცრუისა ეხა უკვე ასოციაციურად მე მაგალითად გამიჩნდა ესე ასოციაციურად აზრი რომ წავედი სულხან საბასკენ. სწორად წავსულა. სწორად წავსულა ხო, მაგრამ აი რატომ მაინც და მაინც ეს სახელი და ზოგადად გითხარი ეს წიგნი რაზეა დაფუძნებული? რა ვიცი, აქ ისე ბავშვობის დროინდელ უკმაყოფილებასთან მივყავთ განათლების. სულხან საბა ორბელიანის პერსონა, ანუ ჩვენ მე ვთვლი რომ როგორც მე მასწავლებლის სკოლაში როგორც ეხაც ისწავლება, არ არის სათანადოდ დაფასებული. სათანადოდ არ არის დაფასებული და გააზრებული. მაგალითად, ეხლა სიბრძნე სიცრუისა, სულხან საბას სიბრძნე სიცრუისა გაცილებით უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ჩემთვის პირადად, ვიდრე უბრალოდ დიდაქტიკური იგავარაკების კრებული. ესე არ არის. ხშირად ჩვენი გამომცემლობიც აკეთებენ ხომ რომ იგავარაკებს ამ ძირითად ფაბულას ჭრიან და მარტო იგავარაკებს ეს საბავშვო გამოცემებს აკეთებენ. ანუ იგავარაკების გარდა ეს არის ძალიან მწყობრი ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის აი წონით რო ავწონოთ ვეფხის ყაოსიდან ჩემი აზრით სულხან საბამდე ესეთი წონის შემოქმედება არ დაუდიარავს. სიბრძნე სიცრუისა არის ძალიან ტევადი სათაური. მას შეიძლება გავიგოთ როგორც მოგონილ ამბავში ჩადებული რაღაც სიბრძნე. ისე ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ცდილობს რომ გაარჩიოს სიბრძნე სიცრუისგან, ანუ ეს რაღაცა ტიპის დაპირისპირება, რომელიც ყველას გვაქვს, რომ გადავარჩიოთ ჩვენ სამყაროში რა არის ცოცხალი და რა არის კოდარი, ბევრნაირად შეიძლება ვთქვათ შინაარს.
როდესაც ამ ციკლს წერდი, არ ვიყავი ჩამოყალიბებული სათაურზე, უბრალოდ პერსონაჟი აღმოჩნდა ზუსტად ჩემი გასახედიდან, ჩემი პერსონაჟის ერთ-ერთი მთავარი დილემა იყო, რომ შემდგარი იყო როგორც პიროვნება და ამ პროცესში გადაერჩია რა იყო მკვდარი, რა იყო ცოცხალი და აი სიკვდილიდან უფრო ცოცხლისკენ გაქცეული. როცა ვიფიქრე უკვე რა დამერქმია, უკეთესი ფორმულის მოგონება უბრალოდ შეუძლებელი იყო ჩემს. ესეთი ამბიცია ვერ მექნებოდა, რომ ხა სულხან საბაზე კარგ ფორმულას მოვიგონებდი ამის ასასით. და ეს მიღებული პრაქტიკაა რა, რომ აიღო და დაარქო, ჭყალებში ჩავსვი, რომ ვანიშნე იყო ბევრი ვერსია, რომ ამით რაღაცა თითქოს მე შევეცადე, რომ სულხან საბას სიმაღლეზე დამეყენებინა თავი და ეპატაჟი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი პირიქით იყო, ანუ ეს იყო ჩემი მხრიდან იმ პატივისცემის გამოხატულება, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ამ ავტორის. ხარ პრემია საბას ლაურიეტი. აი მე მაინტერესებს შენი აზრით, რა კრიტერიუმებით არჩევენ ადამიანებს? პრემია საბაზე? ხო, საბას პრემია. შენი აზრით, აი მაინტერესებს, რაღაც გარკვეული კრიტერიუმები არის, ხო, მონევრებია. არ ვიცი ზუსტად, მე მოვატყუებ, ნამდვილად არ ვიცი საბაშიური. ყოველთვის იცვლება ჯერეთი. არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ანუ მას ჟიურის მუშაობაში ვერ ერევა ვერავინ, მათ შორის საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, რაც არის. და შესაბამისად შემადგენლობის ცვლილებასთან ერთად სხვადასხვა წელს სხვადასხვა ტიპის აქცენტები კეთდება ხოლმე, ხა დავაკვირდით რა. ძირითადად მაგალითად იმ წელს როცა მე ვიყავი, დებიუტში აგვარჩიეს ორი ავტორი, რომლებიც გამოუჩნდით, ასე ვთქვათ, და ორივეს ჰქონდა რაღაცა განსხვავებული ფორმა. ჩემ რომანსაც ჰქონდა რაღაც ტიპის განსხვავებული ფორმა და ლია ლიკოკელის ლექსებსაც ჰქონდა ძალიან განსხვავებული ფორმა. და ზუსტად თითქოს აი ამ სიახლისკენ გადადგა საბასიური ნაბიჯი, როდესაც მაინც და ჩვენ მოგწეს. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა წელს იყო ძალიან უცნაური, მაგრამ ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, როდესაც მაგალითად დებიუტში სამძალიან ისეთი სერიოზულ პრეტენდენტს არ მიცეს დებიუტი და მიცეს თარგმანს. ესეც ძალიან იშვიათი შემთხვევა. თუმცა კიდევ ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ საბას პრემიას აქვს რაღაცა ერთი აი ეს მყარი კრიტერიუმი, რომელსაც არჩევს. მაგრამ არჩეულია საბაზე ვთქვათ, დადებითი არის ის, რომ ეს არის ერთადერთი პრემია პრინციპში, რომელიც ამდენი წლის მანძილზე უწყვეტად გაიცემა და აკრიფა უკვე რაღაც ტიპის წონა, იმიტომ რომ ის მოწონს არ მოწონს ცალკე თემაა და ყველაფრის გაკეთება შეიძლება მასე უკეთესად რა თქმა უნდა, მაგრამ საბამ მოახერხა ის, რომ არის მთავარი ლიტერატურული მოვლენა წლის. ეს უკეთებს უკვე ლიტერატურულ პროცესს გარკვეულ სტიმულირებას და ეს მიზანი არის მიღწეული ხა. თუ პრემია მოახერხებს იმას, რომ გაიზრდება რაღაც ახალ ნომინაციებს შემოიტანს, კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას მოახდენს პროცესის, ასე ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება. სტაბილურობა არის ამის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ასე. ტარასა, შენი მეორე წიგნის პრეზენტაცია შედგება, როგორც ვიცი, 26 მარტს ბიბლუს გალერეაში, ხო? შედგა უკვე? წიგნი გამოიცა კი ეს 2000 წელს იყო, 21 მარტს იყო, 2015 წელს. 2015 წელს. ეს უკვე იყო, წიგნს ქვია მე შენ ქრისტე ხარ. ხო, ანუ ეს რაზე იქნება აგებული, ანუ ზოგადად აქცენტები მაინტერესებს, რაც ამ წიგნში გაქვს. ეს არის წიგნი, რომელიც აერთიანებს ამავე სახელწოდების რომანს, ანუ მე შენ ქრისტე ხარ არის. თუმცა, ბოდიში გაწყვეტინებ, ანუ შენ შემოქმედებას ფონად ადევს შენი ქალაქი, რომელსაც თელავი ქვია, ხო? და ანუ ამ წიგნშიც თუ მსგავსია. კი, თელავი არის სივრცე, რომელიც ავირჩიე, შეიძლება შევცვალოთ მე, მაგრამ ჯერჯერობით სტაბილურად სიუჟეტებს ყვები თელავში, სივრცე არის თელავში, რომელსაც მოქმედებები ხდება. ამ წიგნშიც არის პრინციპში შენარჩუნებული, რამდენიმე მოთხრობას თუ არ ჩავთვლით. თუმცა რომანშიც არ არის ნახსენები ქალაქი ამ მეორე რომანში. მე შენ ქრისტე ხარში არ არის ნახსენები, მაგრამ იულად იცნობა, რომ ეს პატარა ქალაქია ლაპარაკი და ეს პატარა ქალაქი რო თელავია ძალიან ნამდვილად მისახვედრია ალბათ. ხო, მე შენ ქრისტე ეს არის კრებული, რომელიც ამ რომანს და რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს. ორად იყოფა, ხო, მე როგორც ვიცი, მე ანუ არის სხვა. ხო, ეს არის რომანში, ეს ფორმა თვითონ მე არ ვთვლი, რომ ახალია და არც არის ახალი რეალურად, იმიტომ პოსტმოდერნული ლიტერატურისთვის ძალიან დამახასიათებელია რომანში მაგალითად ხა პოლ ოსტერის მისნის გამოს თუ გავიხსენებთ, ეს ძალიან კარგად აქვს გაკეთებული.
ძალიან უსტატურად არის ეს რომანი მაშინ. ჩემი ფოკუსი იყო რა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც პროცესები და ეს ადამიანი ცდილობს დაწეროს რომანი, რომელსაც ქვია შენ ქრისტე ხარ. ერთის პლუს ვიყოფა ამბებზე, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება, ანუ ეს ნაწილი მე და შენ ქრისტე ხარ არის რომანი, რომელსაც ეს წერს და რაღაცნაირი კავშირი არის ასახული აი ამ სულიერ მდგომარეობებში ეს ადამიანი რას წერს ამ თავის რომანში. და ეს თავები ერთმანეთს ენაცვლება, დროც ცოტა უცნაურად არის მოცემული და რაღაცა უცნაური ფორმის რომანი მიიღო, რომელიც მკითხველმა ძალიან კარგად მიიღო, ბევრმა მითხრა, რომ დაუშვათ გაცილებით უფრო მოეწონა ვიდრე სიბრძნეს ცრუისა. თუმცა ეს გამოცემაში ქრონოლოგია არ არის დაცული, იმიტომ რომ სიბრძნეს ცრუისა რეალურად არ ყოფილა ჩემი პირველი დაწერილი რომანი. მე შენ ქრისტე ხარ ბევრად ადრე დაიწერა. უბრალოდ გამოიცა? გამოიცა სიბრძნეს ცრუისა და მე შენ ქრისტე ხარ იყო მეორე რომანი, რომელიც გამოიცა, რომელიც მნიშვნელოვნად გადავამუშავე გამოცემის წინ. ამიტომ მაინც სიბრძნეს ცრუისა რჩება ჩემ ესეთ პირველ ესეთ ნამუშევრად ასე. ძალიან კარგი. დავამშვიდობოთ ჩვენს სტუმარს, ძალიან დიდი მადლობა შენ საინტერესო პასუხებისთვის და მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.